პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ციხიდან წერილს ავრცელებს. ვინაიდან ჩემმა დაკავებამ საზოგადოებაში დიდი და არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია, სურს განუმარტო ამ ეტაპზე ჩემი მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული აბსურდულობა. ის რომ საზოგადოებას მედიის საშუალებით სამართალდამცავი ორგანო აწვდის ინფორმაციას თითქოს ესპანეთის შეძენილი სახლი არ შევიტანა დეკლარაციაში, აღნიშნული არის სიცრუე. ჩემი გონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება მოიცავდა 2024 წელს. აღნიშნულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხით სასამართლოდან გამოსული პროკურორი ასევე შეეცადა შეცდომაში შეეყვანა მედია და საზოგადოება და უპასუხა, რომ ბურჭულაძემ დეკლარაცია შეავსო მარტში. თუმცა არ მიუთითა ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვის სავალდებულო პერიოდი, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 1 იანვარს. აღნიშნული იყო არა მხოლოდ საჯაროდ გაჟღერებული ცრუბრალდება, არამედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. მე თავდაცვის მინისტრის პოსტი დავტოვე 2024 წლის თებერვალში და 2025 წელს შევავსე დეკლარაცია 2024 წლის შემოსავლების შესახებ, რა დროსაც მეხამძღვანელი დეკლარაციის შევსების შესახებ კანონით. სახლი ესპანეთში ოჯახის მიერ შეძენილია 2025 წელს. რაც შეეხება აღნიშნული ქონების შეძენას, თითქოს და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით, მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყებისთანავე მიცემულ ჩვენებებში დეტალურად მიაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ქონების რეალიზაციით დაიფარა აღნიშნული საფრთხის საფასური. მას შემდეგ, რაც დავტოვეთ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ოჯახმა 3 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა, რომელთაგან მხოლოდ 2-იც ერთობლიობაში უზრუნველყოფდა სადავო ქონების შეძენას. გასხვისებულ ქონებას ჩემი ოჯახი ფლობდა 15 წლის წინას, მათ შორისაა 2 ბინა თბილისში, რომელსაც დღეს სხვა მფლობელები და მოსარგებლეები ჰყავს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება. წერს ჯუანშერ ბურჭულაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.